პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტს გაზრდილი ეკონომიკა, სიღარიბისა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მმართველობის გამჭვირვალე სისტემა. როგორია მთავრობის ერთწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები და რა კითხვები ჰქონდათ მთავრობის მეთაურთან დეპუტატებს. უცხოური გავლენების პრევენცია და ამერიკულ პოლიტიკაში ჩარავების აღკვეთა. შეერთებული შტატები ფარას კანონს ამკაცრებს, რაც გულისხმობს სენატის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები და როგორია პოლიტიკური შეფასებები თბილისში. მონაწილეობა დუბროვნიკის საერთაშორისო ფორუმში და ორმხრივი შეხვედრები. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ხორვატიაშია. როგორია მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგი. პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. ბრძოლა სიძუვილის ენის წინააღმდეგ და ახალი სამმართველოს მიერ გამოვლენილი კანონდარღვევები. საჯარო შეურაცხყოფის ფაქტებზე დღეს კიდევ რამდენიმე პირს ჯარიმები დაეკისრათ. სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ გეყვებით რამდენიმე წუთში. მაღალი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბისა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, სამშვიდობო პოლიტიკა და მმართველობის გამჭვირვალე სისტემა. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიში წარსდგა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის საქმიანობის უმთავრეს შედეგად ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფციის დამარცხება დაასახელა, რაც მისი თქმით ბოლო ერთ წელსში განხორციელებული საკადრო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა განაპირობა. ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა რჩება. განათლების რეფორმა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურის განვითარება, თავდაცვა, კულტურა და სპორტი. პრემიერმა მოხსენების წარდგენისას თითოეული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა. ვრცელი იყო პრემიერის შემაჯამებელი სიტყვაც. ირაკლი კობახიძემ აქცენტი ბოლო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის ხუთ მცდელობასა და ქვეყნის გარედან განხორციელებულ ზეწოლაზე გააკეთა. მთავრობის მეთაური ბიძინა ივანიშვილის დამსახურებად მიიჩნევს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, სუვერენიტეტის დაცვასა და ეკონომიკურ პროგრესს, რისთვისაც ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს მადლობას უხდის. პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას წელს პირველად ესწრებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. ნუცა კოროშინაძე განაგრძობს თემაზე საუბარს. ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო მართვის პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და შედეგები. პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. მთავრობის მეთაურმა საათნახევრის განმავლობაში მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის შეფასებით 2025 წელი ქვეყნისათვის გარდამტეხი აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს ამ დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მილიონ ლარზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 2026 წელს დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მილიონი ლარი, ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან 34 მილიონი ლარი ჯამში, ეს არის 101 მილიონი ლარი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება და გამჭვირვალობა არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჩვენს მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულად აღმოფხვრას. ეს ხო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული ერთ წლის განმავლობაში და შემიძლია თამამად თქვა, რომ ამ ერთ წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს ჩვენ არსებითად მივახციეთ. და კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არა ოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან. გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს.
ეკონომიკური მიმართულებით გასული წელი საქართველოსათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ქვეყნის ეკონომიკის მოცულობამ ისტორიაში პირველად 100 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა უმუშევრობის დონე, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2025 წელს საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2283 ლარი შეადგინა. ქვეყნის შთამბეჭდავ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს აღიარებენ გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ასახელებენ. მინდა წარმოგიდგინოთ ციფრები. ციფრები არის ის, რაც არ უყვართ ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ ჭირდება ამ ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 2025 წელს გაიზარდა 7.9%-ით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3.9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში 2025 წელს, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104.6 მილიარდი ლარი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ დახვდა ეკონომიკა 28 მილიარდი ლარი, 28 მილიარდზე ნაკლები. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38.1 მილიარდი. Das ნიშნავს იმას, რომ დოლარში კიდევ უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი. საშუალო ზრდა გასული 5 წლის განმავლობაში შეადგენდა 9.3%-ს და რომ ავიღოთ იანვარ-აპრილის მაჩვენებლები, ზრდამ შეადგინა წელს უკვე 8.2%. ჩვენ ვატარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას, მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მინდა გითხრათ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა გაიზარდა 13.9 მილიარდი დოლარით. ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ფართო რეგიონში, ასევე მთლიანად ევროპის მასშტაბით. რამდენად აისახება ხოლმე მოსახლეობაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორი არის გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. საშემოსავლო გადასახადს იხდის დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, დაქირავებით დასაქმებული თითქმის ყველა პირი. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1.764 მილიონ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3.326 მილიონი ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8.261 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს რას? რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მილიარდ ლარზე მეტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას. რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდას ბუნებრივია ფასი არ აქვს, თუ არის ჭარბი ინფლაცია. ამ შემთხვევაში პირდაპირ ადასტურებს ეს მონაცემები იმას, რომ ეკონომიკური ზრდა, ხელფასის უпростоრად საშუალო ხელფასის ზრდა 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას. 2020 წლის შემდეგ 5 წლიანი მაჩვენებელიც რო ავიღოთ, სიღარიბე საქართველოში შემცირდა ზუსტად 3-ჯერ, 21.3%-დან 7.1%-მდე. შესაბამისად, 5 წელიწადში საქართველოში 560,000 ადამიანმა დაძლია სიღარიბე. იმ ტემპით, რომელიც გვაქვს აღებული, საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრა, სრულად აღმოფხვრა არის შესაძლებელი 2029 წლისთვის. რკინიგზის ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებით მთავრობის მეთაური გასულ წელს მიღწეულ შედეგებს განსაკუთრებულად გამოყოფს. მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც სექტორის მდგრად განვითარებაზე მიუთითებს. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს რკინიგზაშიც. ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება გაორმაგდა, რაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ეფექტიანი მართვისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია. შეიქმნა რკინიგზის განვითარების 10 წლიანი და 3 წლიანი გეგმები. 2026-28 წლების გეგმის მიხედვით დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა.
და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე. გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე ჩვენ შევიძენთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს. ამის შედეგად სამგზავრო გადაყვანები, რომელიც არის ახლა წამგებიანი, გახდება მთლიანად მომგებიანი, დღეს სუბსიდირებულია და გახდება მომგებიანი. გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა 2-დან 5 მილიონამდე, 2.5-ჯერ გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა საქართველოს რკინიგზაში. ასევე რკინიგზას დაემატება ქუთაისის მიმართულება, აღდგება ქუთაისის მიმართულება. წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა, თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია. სავიცო სექტორში ჰქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. აეროპორტების გაერთიანებას შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად ერთჯერადად დაიზოგა 70 მილიონი ლარი. საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში დაიზოგა 720.000 ლარი. ტურიზმიდან შემოსავლება შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს. 2025 წელს უმასპინძლეთ 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს. აქედან 5.522.000 იყო ტურისტული ვიზიტი. ამ ნაწილში გვაქვს 8.4% ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რაც დაეთყო ბუნებრივია ტურისტულ ნაკადებს, ტურიზმიდან შემოსავლები ამის მიუხედავად 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა 0.5%. ანუ შემცირება არ ქონია მიუხედავად სერიოზული პრობლემისა. ამავე კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 4.3%-ით მეტ გზავრს, 1.600.000-ზე მეტი იყო მგზავრთა რაოდენობა, შესრულდა 7.800 რეისი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 20 ახალი სასტუმრო და ახლობით 1000 სასტუმრო ნომრით. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს 2691 სასტუმრო 53.000 ნომრით. ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის, თვისაც მიმდინარე წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის დასრულდა საუკუნის პროექტის რიკოთის მშენებლობა. გაიჭრა 51 გვირაბი და აშენდა 97 ხიდი. თავადაც ხედავთ, რამდენად მასშტაბური იყო გაწეული სამუშაოები. შედეგად 8 კილომეტრით შემცირდა გადაადგილების მანძილი და განახევრდა მგზავრობის დრო. ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა სამტრედია გრიგოლეთის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი. მთლიანობაში დღემდე დასრულებული მაგისტრალების სიგრძემ შეადგინა 383 კილომეტრი. იმდინარე წელს უკვე გამოცხადდა 2.8 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 94 ტენდერი გზების მიმართულებით. წლის ბოლომდე დაგეგმილია 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 120-მდე ტენდერის გამოცხადება. უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის. სამტრედია გრიგოლეთის დარჩენილი 6 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება ზაფხულის ბოლომდე. გრიგოლეთ-ქობულეთის დარჩენილი 3 კილომეტრი დასრულდება 2026 წლის ბოლომდე, მიმდინარე წლის ბოლომდე. ასევე დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც თბილისისთვისაც მნიშვნელოვანია და მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისთვის არის მნიშვნელოვანი. დავიწყებთ ბათუმის სარფის გზის მაგისტრალის მშენებლობას, წელსვე დაიწყება და დასრულდება 2031 წელს. ეს არის ძალიან რთული მონაკვეთი და ძალიან მნიშვნელოვანია საერთო გამტარუნარიანობისთვის. კახეთის მაგისტრალი, საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთი, მიმდინარე პროექტია და დასრულდება მომავალ წელს მისი მშენებლობა. არის მეოთხე და მეხუთე ლოტები, ბადიაური ბაკურციხე დაიწყება 2027 წლის პირველ ნახევარში, დასრულდება 2030 წელს. რუსთავის მაგისტრალი წელს დაიწყება და დასრულდება 2029 წელს. თბილისის სადახლო წითელი ხიდის მაგისტრალი დაიწყება მომავალ წელს და დასრულდება 2030 წელს. როგორც ხედავთ, გეგმის მიხედვით 2031 წელს მთლიანად ყველა მაგისტრალის მშენებლობა იქნება დასრულებული. რჩება სამტრედია ზუგდიდის მონაკვეთი, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ დასრულდება 2032 წელს. ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს კონკრეტულად სოფლის მეურნეობის განვითარება. 2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 9% და შეადგინა 19.8 მილიარდი ლარი და ეს ყველაფერი არის სწორედ ამ ინვესტიციების შედეგი. ხორციელდებოდა მთელი რიგი სასოფლო სამეურნეო პროგრამები, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. გაიცა 945 მილიონი ლარის 5591 სესხი 4792 უნიკალურ ბენეფიციარს. აგროდაზღვევის პროგრამა
განათლების სფეროში გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის მოდელზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, საშუალო განათლების 11 წლიან სისტემაზე გადასვლასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლების პროგრამის ამოქმედებაზე. ირაკლი კობახიძემ შეაჯამა კულტურისა და სპორტის სფეროში მიღწეული შედეგებიც. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავანესოთ ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უმაღლესი განათლების რეფორმა. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებები. ეს არის მათ შორის სისტემის დეკონცენტრაცია. ჩვენ გვინდა რომ ქუთაისში შევქნათ მეორე მთავარი კერა, განათლების უმაღლესი განათლების მეორე მთავარი კერა და ასევე გვინდა გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტები. ასევე ოპტიმიზაცია არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რაც თვისებრივად გაუმჯობესებს ოპტიმიზაციის კუთხით მდგომარეობას. ასევე ხორციელდება პროგრამების ოპტიმიზაცია და არსებითად გადავდივართ 3+1 სისტემაზე. ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტები არსებითად მიიღებენ მხოლოდ ქართულ სტუდენტებს, 5%-იანი სხვა არ იქნება დადგენილი უცხოელი სტუდენტებისთვის, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. საკადრო პოლიტიკას რაც შეეხება, შემოვიღეთ წამყვანი პროფესორის თანამდებობა შესაბამისად გაზრდილი ანაზღაურებით. დაფინანსების სისტემა გადაიხედა, მანამდე იყო ძალიან ხისტი სისტემა, თითო სტუდენტზე 2250 ლარი და ახლა უკვე გვაქვს ახალი დაფინანსების სისტემა, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის შესაბამის საჭიროებებს. მოხდება სახელმწიფოების ძირეული გადახედვა და დაინერგება ერთი სახელმწიფოების პრინციპი. და რაც თავარია, პროგრამას და სახელმწიფოების დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადად საკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი. ასევე არაფორმალური განათლება იქნება ინტეგრირებული მაქსიმალურად სასკოლო ცხოვრებაში, იქნება უზრუნველყოფილი განათლების უწყვეტობა, პედაგოგთა პროფესიული განვითარების და მხარდაჭერის პროგრამები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. მნიშვნელოვნად გაიზარდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი. შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოქმედებით საქართველოს და მის მიერ დაფინანსდა 1000-მდე პროექტი. ასევე მუზეუმებში განხორციელდა 566 საგანმანათლებლო პროგრამა, შეივსო მუზეუმების ფონდები, ეროვნულ მუზეუმს დაემატა 213, ხოლო სასახლე მუზეუმების გაერთიანებას 2025 ახალი ექსპონატი. საქართველოში საანგარიშო პერიოდში მთლიანობაში გაიმართა 20-ზე მეტი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი 16 სახეობაში. მათ შორის კიდევ ერთხელ მასპინძლით იუდოს ევროპის ჩემპიონატს და 2029 წლისთვის მივიღეთ მსოფლიო ჩემპიონატის იუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ძალიან მალე ამ დღეებში უკვე დაიწყება რაგბის 20-ლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე ქალაქი უმასპინძლებს. ასევე ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. იმდინარეობს 40 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და 11 სტადიონის პროექტის მომზადება. აქ საუბარია მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსებზე, აქაც იქნება რამდენიმე ტიპური პროექტი, რომლის მიხედვითაც განვითარდება უკლებრივ ყველა მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები და ასევე აშენდება სტადიონები, აქ საუბარია სრულფასოვან ტრიბუნებიან სტადიონებზე. ძალოვანი უწყებების გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. გრძელდება თავდაცვის ძალების ინსტიტუციური გაძლიერება, სამხედრო შესაძლებლობების განვითარება, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება და მოდერნიზაცია. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. წარმატებით მიმდინარეობს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულსა და ნარკოდანაშაულთან. ეფექტიან შედეგებს აჩვენებს მიგრაციის პოლიტიკაც. თავდაცვალება მიიღო როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობდა უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების მასშტაბური პროექტი. მიმდინარეობდა ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე ტაქტიკური რადიოსისტემებით, გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით. დელტაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჯავშან-ჩაფხუტებისა და ჯავშან-ჟილეტების წარმოებისა და სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. დელტა ვების მიერ გრძელდება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენის სისტემების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 180 სამხედრო ობიექტზე, დასრულდა სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების თანამედროვე სტანდარტების ბაზების მშენებლობა. იყო ასეთი პრაქტიკა, რომ ქალაქში დაარბოდნენ პირდაპირ თბილისში, ახალგაზრდები თუ არა ახალგაზრდები იარაღით. ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო, ჩამოყალიბებული და ამას სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება.
და ასეთი ზომები გატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ასევე ნარკოტიკული დანაშაულის მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები. მთლიანობაში ამ პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისმგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8000-ზე მეტი პირი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის და ჩანაცვლებით თერაპიის მიმართულებით. კერძო სექტორს ჰქონდა მინდობილი ეს საკითხები და აქაც იყო სერიოზული, რიბლად რომ ვთქვათ, ეჭვები მანგერ პრაქტიკებთან დაკავშირებით და მთლიანად წამოვიღეთ ეს ყველაფერი სახელმწიფო სექტორში. აშხება საშუალებლების სისტემას დასრულდა 150 შავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების შენებლობა რუსთავში. ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში. შავრდებულთა დასაქმების არეალის გასაფართოებლად საშუალებლების დაწესებულებებში ვითარდება აგრარული მიმართულება. საანგარიშო პერიოდში გაშენდა 5 ახალი გენგროვანი ბაღი ციხეებში, საშუალებლების დაწესებულებებში. ამჟამად მოქმედებს დასაქმების 11 პროგრამა საშუალებლების სისტემაში. 2025 წელს განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა და სწავლება ტრენინგი, რომელშიც 919 მშავრდებული ჩაერთო. წელს მაისის მდგომარეობით განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა და სწავლება ტრენინგი, რომელშიც 725 მშავრდებული ჩაერთო. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესსა და დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას ასახელებს. გაიმართა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები ცენტრალური ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებთან. ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად ამ ქვეყნებთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ურთიერთობების გადატვირთვა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ სამეზობლოში გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. ასევე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ცენტრალურ აზიაზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები და ბუნებრივი ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად მქონდა სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და მქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო საუბარი ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, იცით რომ გამოწვევებით არის სავსე ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები. და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებული, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 91% არის შესრულებული. მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა ჩვენი ქვეყანა და ამ წარმატების მაჩვენებელია შესაბამისი ციფრები, რომლებიც უარყოფითი მიმართულებით არ იცვლება. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანა ბუნებრივია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის და რა თქმა უნდა, აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს ამ მიმართულებით. ირაკლი კობახიძე მისაუბრა ბოლო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობასა და ქვეყნის გარედან განხორციელებულ ზეწოლაზე. პრემიერის თქმით, ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და ხალხისათვის ნათქვამმა სიმართლემ ქვეყანაში ვითარება დაასტაბილურა. 4 ოქტომბერს უცხოურმა აგენტურამ დაამთხვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საფრთხების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სამსახურს მინდა მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის ოქტომბერს. ძალიან მძიმე პროცესები იყო და ძალიან სერიოზულად იმუშავეს პრევენციულადაც საფრთხეების აღსაკვეთად და უშუალოდ 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც იყო პირდაპირ შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, ღონისძიებები ჩატარდა ისე, რომ ერთი თქმის ღერი არავის ჩამოართმია. და საბოლოო ჯამში დამხობის ცდელობა დასრულდა წარუმატებლად. ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც 4 იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ საუბრობდით ეკონომიკურ წინსვლაზე. ჩვენ ჰქონდა 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად გასული 5 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოახერხეთ რევოლუციის 5 მცდელობის ფონზე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა, ეს არის ის გამოწვევები, რომელთა წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ გამოწვევების დაძლევა და ჩვენ მოახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ამაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში და განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი გამჭრელობის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონზე. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება. თქვენ იცით, რა ხმარდებოდა უცხოური გრანტები. ეგრეთ წოდებული NGO-ებზე გაცემული გრანტები ჩვენს ქვეყანაში ხმარდებოდა ზუსტად რომ ქვეყნის არევას, ხმარდებოდა თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თავდასხმას მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საბოტაჟის მცდელობას და ასე შემდეგ. ჩვენ საბოლოო ჯამში გამჭრელობის კანონმა მოგვცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება და მე მახსოვს თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოვიარეთ თავის დროზე. რამხელა შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოგიწიათ, მაგრამ მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი და გამოწოდების სიმაღლეზე სხვანაირად ასეთი ბრძოლის გარეშე, რა თქმა უნდა, შედეგები ვერ მიიღწევა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგეხადოთ თქვენ პრინციპულობისთვის და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. პირველ რიგში იმით, რომ ხალხს უთხარით სიმართლე. მიღწეულ პროგრესზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს და აღნიშნა, რომ 14 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, შენარჩუნებული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა სწორედ იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დაამკვიდრა. როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას, ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. და საბოლოო ჯამში ის რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა, ეს იქნება მომავალში საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები და კიდევ ერთხელ შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა თქვენს წინაშე, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს საქართველოს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ეროვნული ინტერესების დაცვა, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცება, ეკონომიკური განვითარების გაძლიერება, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომელზეც პრემიერ-მინისტრის განცხადებით მთავრობა მომავალშიც თანმიმდევრულად გააგრძელებს მუშაობას. მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვები ძირითადად შუა დერეფანში ჩვენი ქვეყნის როლს, საგარეო პოლიტიკას, ბრიუსელის უსამართლო მიდგომებს, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, გეოპოლიტიკურ გამოწვევებს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. საპარლამენტო ტრიბუნა და მათთვის განკუთვნილი დროის დიდი ნაწილი გახარიას პარტიის წევრებმა ტრადიციულად საკუთარ ლიდერზე საუბარს დაუთმეს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა მართლმსაჯულებას გაქცეული გახარიას მოღალატეობრივი ქმედებები და არათანმიმდევრული ნაბიჯები შეეხსენა. ჯამში დღეს მთავრობის მეთაურ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა 32 კითხვა დაუსვეს, რასაც ირაკლი კობახიძემ ამომწურავად უპასუხა. მეტ დეტალს ქეთი მამრიკიშვილი გვეტყვის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში გვერდება. ქეთი, გისმენთ. კომპეტენცია, ინტელექტი და პატრიოტიზმი დაუწუნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გახარიას თანაპარტიელებს, რომლებმაც კითხვა-პასუხისთვის გამოყოფილი დრო ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებისთვის და ბრალდებების გასაჟღერებლად გამოიყენეს, რასაც მთავრობის მეთაურმა ფაქტებითა და არგუმენტებით უპასუხა. 33 კითხვა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებისგან, ძირითადად კითხვები შეეხებოდა საქართველოს საგარეო კურსს, ურთიერთობებს ევროკავშირთან, საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე ურთიერთობებს ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და ამის საკითხები შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, ასევე საქართველოს როლს, როგორც შუა დერეფანში, ზოგადად დაკავშირებადობის ნაწილში, რაზეც პუნქტობრივად უპასუხა ირაკლი კობახიძემ დასმულ შეკითხვებს. დავიწყოთ საგარეო კურსით, როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ევროინტეგრაციის გზაზე სირთულეები ხვდება საქართველოს მთავარი სირთულე, ეს არის უსამართლო მიდგომები და ორმაგი სტანდარტები, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მალე ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოსთან მიმართებით მიდგომებს შეცვლის და ევროინტეგრაცია დაიფუძნება საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ინტერესებს, თუმცა სირთულეების მიუხედავად მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო ასრულებს როგორც ასოცირების შეთანხმებით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს 80%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და როგორც უკვე გითხარით, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით მალე ბრიუსელის ორმაგი სტანდარტები და უსამართლო მიდგომები შეიცვლება. საგარეო კურსზე საუბრისას, რა თქმა უნდა, უპასუხა კითხვებს ჩინეთთან და შტატებთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი არის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელთანაც ურთიერთობების გაღრმავება უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს ეკონომიკისთვის და გარდა ამისა ისაუბრა ვაშინგტონიდან წამოსულ პოზიტიურ სიგნალებზე და განაცხადა, რომ ქართული მხარის შეთავაზება კვლავ ძალაშია და აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. მთავრობის მეთაურმა დასმული კითხვების საპასუხოდ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრინციპული არჩევანია მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და განაცხადა ის, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც აქვს მმართველობის პერიოდში ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა და ასევე, რა თქმა უნდა, გახარიას თანაპარტიელებს სესიის დარბაზშივე შეახსენა მათივე ლიდერის მოღალატეობრივი ქმედებები. ქვეყანაში გაზმომარაგების ზრდის პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, რომ საიდან უნდა მოხდეს აი ამ დეფიციტის შევსება. ხომ არ გააქვთ გეგმაში გასული წლის მსგავსად, როგორც შარშან 40%-ით გაიზარდა გაზპრომიდან მიღებული გაზის რაოდენობა, წელსაც და მომავალ წლებშიც გაზპრომიდან მიღებული გაზის რაოდენობით დააბალანსოთ ეს ხვაობა. ძირითადად ორი წყარო გვაქვს ჩვენ როგორც მოგეხსენებათ გაზის მიღების, ეს არის აზერბაიჯანი და რუსეთი, თუმცა მთავარი წყარო არის აზერბაიჯანი. და ის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდა აზერბაიჯანულ მხარესთან, კვლავაც უზრუნველყოფს იმას, რომ ძირითადად შემომტანად, გაზის ძირითად შემომტანად რჩება სწორედ აზერბაიჯანი. ეს ხელშეკრულებები ეხება გარანტიებს მოცულობასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვან გარანტიებს ასევე ფასებთან დაკავშირებით. ასევე არასწორად იყო აქ ნათქვამი, რომ თითქოს 40%-ით გაიზარდა გაზპრომის წილი. ამის მესამედითაც არ გაზრდილა წილი, შემიძლია გითხრათ სრული
დარწმუნებით. რამდენჯერ ხართ ნამყოფი პრემიერ-მინისტრის რანგში საოკუპაციო ხაზთან, კონკრეტულად რა ლოკაციაზე? იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავის ანგარიშებში უწყლოდ ბორდერიზაციაზე საუბრობს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ანექსიას, რატომღაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობ თქვენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ რა არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვაქვს სრულად განსხვავებული შედეგები, არავითარი გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის ერთადერთი ძიმე შემთხვევა ქონდა ამ კუთხით, ეს იყო შემთხვევა ჩორჯანაში. რაც ვისი დამსახურებაც არის, წყალებში დამსახურება ძალიან კარგად მოგეხსენებათ. პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის წესების უხეში დარღვევა, რაზეც თქვენ აქამდე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაგიკეთებიათ და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს თქვენ ამ შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებდით იმისთვის, რომ ამ უმტკივნეულეს თემაზე თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ. ბოდიშთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, თქვენი პირადი პოზიცია. ეთანხმებით თუ არა, რა თქმა უნდა, ეს ისევ კონფლიქტს უკავშირდება იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს და ქართულ ხალხს ვინმეს მიმართ აქვს ბოდიში მოსახდელი. სწორედ ჩვენი პრინციპული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. კიდევ ერთხელ, ეს არის ის, რომ რეალურად პირველი ხელისუფლება ვართ 90 წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყოთი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც. პირველი ხელისუფლება ვართ, ვისაც შეუძლია მოიწონოს ამით თავი. ეს არის ჩვენი პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოს და ქართულ ხალხს ბოდიში მოსახდელი? ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით. და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართულ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. და ეს იყო ღალატი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმმა ეს ომი დაიწყო და ეს იყო ღალატი სწორედ საქართველოს მიმართ და ქართული ხალხის მიმართ. პირველი კითხვა იყო კონკრეტული, ვის უნდა მოუხადოს ქართულმა ხალხმა ბოდიში? ერთადერთი რაზეც შეიძლება ადამიანმა ბოდიში მოიხადოს, არის ის, რომ ჩვენ ყავდა სააკაშვილის რეჟიმი, აგენტურა ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში, რასაც მოყვა ძალიან მძიმე შედეგები და ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს მართლა შეიძლება იყოს რაღაცნაირად საბოდიშო, რომ ასეთი რეჟიმი ყავდა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის შიგნით ატრიალებდა უბედურებას და რომელმაც დაატრიალა უბედურება 2008 წლის ომის სახით. აი შეიძლება ნამდვილად იყოს საბოდიშო, ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ დაუშვებთ ასეთი ხალხის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ვერც სააკაშვილი, ვერც გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა აგენტი, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში, საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება. ერთხელ მაინც თუ აგიღიათ პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რომლებმაც ქვეყანა უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხემდე მიიყვანა. მე ძალიან კარგად ხედავთ, რომ აბსოლუტურად უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ავლენს ქართული ხალხის მიმართ. რა ახსნა აქვს იმას, რომ 2022 წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას მიცეს კანდიდატის სტატუსი და არ მიცეს საქართველოს და შესაბამისად ქართულ ხალხს. ერთადერთი ახსნა აქვს ამას, ეს არის უსამართლობა და ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს გააკეთეს 2022 წლის ივნისში და 2023 წლის დასაწყისში თვითონვე აღიარეს, რომ საქართველოს
მეტად ეკუთვნოდა ეს სტატუსი, ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანას. მაგრამ ეს იყო უსამართლობა. ბატონო პრემიერო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უკვე მონაწილეობს რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. თქვენი შეფასებით, რა იქნება შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრს? გეგმები ძალიან ამბიციურია. ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა და როგორც დღეს უკვე მოგახსენეთ, რეალურად 2031 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. ასევე ჩვენი გეგმა ანაკლიის სპორტის მშენებლობა, რასაც ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი სამ ძირითად აეროპორტზე, საერთაშორისო აეროპორტზე, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი მგზავრით იგეგმება ნაკადის გაზრდა. როგორც მოგეხსენებათ, გეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას და ეს ყველაფერი ასევე ხელს შეუწყობს ბუნებრივია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები და ამასთან ერთად პრინციპულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კავშირების განვითარება. 2024 წელს კი უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში განაცხადეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. რომელი ირაკლი კობახიძეს დაუგჯეროთ 2019 წლის კონსტიტუციონალის, რომლისთვისაც მსგავსი ნაბიჯი იმპიჩმენტის საფუძველი იყო თუ 2024 წლის პრემიერ-მინისტრს. თქვენ საუბრობთ მრავალვექტორულ თანამშრომლობაზე, თუმცა საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ სტრატეგიულ საგარეო ვექტორს იცნობს, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დაგვიზუსტეთ, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა არის მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის, თუ ეს არის პოლიტიკური ალიანსი? 78 მოხსწერია ასეთი რამ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის და აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ყველა გონივრული ზომა. ყველა გონივრული ზომა. და არსებობს ასევე კოლიზიის პრინციპი სამართალში. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პირველი თავით არის გარანტირებული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი. და თუ არის კოლიზია სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, უპირატესობა კოლიზიის პრინციპის თანახმად ენიჭება ძირითად დებულებებში გამტკიცებულ ნორმას. და სწორედ ასეთი დილემის წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა, როდესაც 78 მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის, სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და ჩვენ მოგვიწია ამ კოლიზიის გადაჭრა იმ განცხადებებით, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს. ბატონ გიგას მიაჩნია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა უპირისპირდება 78 მუხლის სულისკვეთებას. მე მინდა ჩამოგითვალოთ, როგორც ბატონმა თენგიზმა გთხოვა, ის ქვეყნები, რომლებსაც აქვს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირიდან ჩინეთთან. ეს გერმანია მაგალითად, დანია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უნგრეთი, საბერძნეთი. ყველა ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული ჩინეთთან. შეიძლება მათი ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. ღიმილის მომგვრელია ასეთი განცხადებები. როგორ ფიქრობთ, ბატონ პრემიერო, შუა დერეფანში საქართველოს უნიკალური როლი და ეს ფაქტორი, რაც არსებობს დღეს, იქნება რაიმე ფორმით წამახალისებელი იმისთვის, რომ ეს უსამართლო და ორმაგი სტანდარტი ადრე თუ მალე მორჩეს ევრობიუროკრატიიდან, რასაც ისინი კადრულობენ და ქართველი ხალხის მიმართ ჩადიან. თქვენ იცით, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით ევროკავშირს აქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებადობის კუთხით. მთლიანად ჩაიჭრა რუსეთთან კავშირი. ახლო აღმოსავლეთში იცით, რომ არის პრობლემური ვითარება და რჩება ერთადერთი ბუნებრივი ხიდი ევროკავშირსა და აღმოსავლეთს შორის, ეს არის სამხრეთ კავკასიის ხიდი
რომელიც საქართველოს გარეშე ვერ ფუნქციონირებს. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროკავშირიდან აცხადებდა, რომ თურმე საქართველოს გარეშე შეიძლება აღარ შევალაქ დეტალებში, არასერიოზულია, ხო, მინიმუმ რუკა უნდა კონდეს ნანახი და გეოგრაფიაში უნდა ერკვეოდა, იმისათვის რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთო. ჩვენ ამიტომ გვაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის საზოგადოების მოსახლეობის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე იქნებოდა ევროპული ბიუროკრატია კონცენტრირებული საქართველოსთან ურთიერთობების, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. დღეს კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ კონკრეტულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი სასესიო დარბაზში, მაშინ როდესაც მთავრობის მეთაურის შემდეგ უკვე ტრიბუნა დაიკავეს პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებმა და მაშინ როდესაც ტრიბუნასთან იდგა გიორგი შარაშიძე, გახარიას თანაგუნდელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რაც შემდგომ უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ უკვე ტრიბუნა კვლავ დაიკავა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რომელმაც დეპუტატებს უკვე შემაჯამებელი სიტყვით მიმართა, მან კიდევ ერთხელ შეახსენა გახარიას თანაგუნდელებს, მათივე ლიდერის მოღალატეობრივი ქმედებები და საკვანძო საკითხი უწოდა პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რაც შეეხება ზოგად განცხადებებს, აქ ითქვა, რომ რაღაც მოდელირებული რეალობა იყო წარმოდგენილი ანგარიშის სახით, რაღაც სიცრუე და შემდეგ. შეგიძლიათ ამოიღოთ ნებისმიერ ჩემი განცხადება, როდესაც ვინმესე ვამბობ, რომ მან თქვა სიცრუე. იქვე ფაქტებით ამტკიცებ ხოლმე თუ რატომ არის კონკრეტული განცხადება სიცრუე. არც ერთი ასეთი ფაქტი, არც ერთი არგუმენტი, უბრალოდ ზოგადი შრალი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ეს ხო უთამოყვარეობაა. ეს ხო სამარცხვინო დამოკიდებულებაა, ეს ხო მათ არაკეთილ სინდისიერებაზე და არაკომპეტენტურობაზე და უღირსობაზე მეტყოლებს. თუმცა ასეთი აგენტურის ხვედრი. აგენტურა სხვანაირად ვერ მოიქცევა. ამიტომ კიდევ ერთხელ რეკომენდაცია ყველას განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაემსგავსონ ამათ, არ მოაწერონ ხელი ჯაშუშობის ხელშეკრულებას, ეს არის ადამიანის დაღუპვა. აი დაემსგავსები მე ამ ადამიანებს, როცა კაცი კაცს აღარგავს და ქალი ქალს აღარგავს. იგივე ეხება გარეთ, ეს ხო ეს სცენარი გადაანაწილეს. აგენტურის ნაწილი უნდა შემოსულიყო 11 ნაცი, დანარჩენი დატოვეს გარეთ. ეს იყო სცენარი, გარედან დაგვეთილი სცენარი. იგივეა გარეთ მათი მეგობრების და პარტნიორების სახეც, ხო? ეს არის პარტია ნაცმოძრაობა, იქ ახალი, მელოდა შემდეგ. არსად კაცი კაცს არგავს და ქალი ქალს არგავს. აი ეს არის მართლა ტრაგიკული მოვლენა. რა უნდათ ამ ადამიანებს პოლიტიკაში? ვიდრე ასეთი ადამიანები, ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი. ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად. მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა? დღეს ანგარიში საუბარი მქონდა უამრავ საკითხზე. ელემენტარულად ამ ქვეყნის შვილი ხო ქვია ფორმალურად მაინც. არ უნდა გაინტერესებდეს რა ხდება ინფრასტრუქტურაში, რა ხდება ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში. არანაირი კითხვა, არანაირი ჩაღრმავება, არაფერი. რატო? საერთოდ ისინი ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის შვილებად. და ნუ მართლა ტრაიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, ამათი თავმჯდომარე და გერმანიიდან რო გავალებენ უზრდელობას. და შენ რო ასრულებ. გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი. საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო 1 წლის განმავლობაშიც ყველა მიმართულებით,
ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებაზე და რასთავარია პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ სულს და გულს ჩავდებთ ამ ქვეყნის განვითარებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოусმინეს ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს წლიური ანგარიში გააცნო, სხდომის დასრულებისას კი გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და საგაზაფხულო სესია საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დაიხურა. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ასევე დეპუტატებს სიტყვით მიმართეს ფრაქციების წარმომადგენლებმა გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, რომლის შესახებაც უფრო მეტ დეტალს ჩემი კოლეგა ნინი სალუქვაძე გვეტყვის. დიახ, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს სამთავრობო ანგარიშის შესრულების ანგარიში გააცნო, ტრიბუნა უკვე საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ცვლად ისაუბრა პრემიერ-მინისტრის მოხსენების შესახებ, აღნიშნა, რომ წარდგენილმა ანგარიშმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა თუ როგორ ინარჩუნებს საქართველოს სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებას რეგიონში არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ამოცანა საკუთარი ხალხის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა. კირცხალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა არის ეკონომიკური წინსვლის მთავარი წინაპირობაც. მისივე განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ძალებს სურდათ საქართველოს ჩართვა ისეთ სცენარებში, მაგალითად როგორებიცაა ქვეყნის სტაბილურობის დაკარგვა, ხელისუფლებამ განსხვავებული გონივრული გზა აირჩია, თქვა, რომ ამ გააზრებული პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი და გარანტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული კურსია, ქვეყანას კი დღეს რადიკალიზმის ნაცვლად მხოლოდ მშვიდობიანი განვითარება სჭირდება. დღეს პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი, რომ საქართველო ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფოებრივ ღირსებას. ეს არის ის ფუნდამენტური შედეგი, რომლის მნიშვნელობაზეც ზოგჯერ ყოველდღიურ პოლიტიკურ ხმაურში იკარგება, მაგრამ რომელსაც ისტორიული ფასი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც რეგიონში ომია, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ყევას განიცდის, საერთაშორისო ურთიერთობაში გაძლიერებულია დაპირისპირება, ზეწოლა, ორმაგი სტანდარტები და მცირე სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის მცდელობები. ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის არა ვინმეს პოლიტიკური ექსპერიმენტების ნაწილი გახდეს, არამედ დაიცვას საკუთარი ხალხი, საკუთარი სუვერენიტეტი, საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი მომავალი. დღევანდელი ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის. საქართველოს შეძლო მშვიდობის შენარჩუნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ, ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს არის იმ სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც დღეს ხელისუფლება თანმიმდევრულად აგრძელებს. მშვიდობა არის წინაპირობა ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვის და ქვეყნის წარმატებული მომავლის. ზოგიერთ სურდა და დღესაც სურს, რომ საქართველო ჩართული ყოფილიყო იმ სცენარებში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მშვიდობას დააკარგვინებდა. მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია არა ავანტურა, არამედ გონიერება. არა ემოციული რადიკალიზმი, არამედ სახელმწიფოებრივი სიბრძნე. არა სხვისი ინტერესების მომსახურება, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ მშვიდობის პოლიტიკის დაკნინებას, მაგრამ მათ უნდა უთხრათ, რა იქნებოდა ალტერნატივა, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში ხელისუფლებას რომ ემოქმედა მათი რადიკალური მოწოდებების შესაბამისად. პასუხი ძალიან მარტივია. დღეს ჩვენ არ ვისაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ტურიზმის რეკორდულ მაჩვენებლებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ან თუნდაც ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენ ვილაპარაკებთ კრიზისზე, დესტაბილიზაციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც უპასუხისმგებლო პოლიტიკა მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ უნდა ითქვას მკაფიოდ. მშვიდობის შენარჩუნება არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი პოლიტიკური მიღწევა და ამ პოლიტიკის მამოძრავებელი და მთავარი გარანტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული, მშვიდობაზე ორიენტირებული და სახელმწიფოებრივად გააზრებული კურსი. დღეს საქართველოს სჭირდება
არა რადიკალიზმი, არამედ სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს დგას სწორ გზაზე, საქართველოს დგას მშვიდობის, განვითარების და ეროვნული ღირსების გზაზე. ირაკლი კირცხალია მცლად ესაუბრა საგარეო პოლიტიკასა და ევროინტეგრაციის პროცესსაც, აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ევროპული მომავლის ერთგული რჩება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი ღირსების დათმობას და ევროინტეგრაციის გარკვეული ნაწილის მხრიდან უსამართლო მიდგომების უსიტყვოდ მიღებას, მისი თქმით, მიუღებელია ხალხის ევროპული მისწრაფებების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. დიახ, ჩვენ ევროპული მომავლის ერთგული ვართ. საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური და პოლიტიკური არჩევანია. მაგრამ ევროპული არჩევანი არ ნიშნავს საკუთარი ღირსების დათმობას. ევროპული არჩევანი არ ნიშნავს, რომ საქართველოს უსიტყვოდ უნდა მიიღოს ევროპული ბიუროკრატიის ნებისმიერი უსამართლო მიდგომა, ორმაგი სტანდარტი ან პოლიტიკური ზეწოლა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ, რომ ევროპული ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილი საქართველოს მიმართ არ მოქმედებს იმ სამართლიანობის, თანასწორობის და პატივისცემის პრინციპებით, რომელზეც თავად ევროპული იდეა უნდა იდგეს. როდესაც ქვეყანას თხოვენ ერთგულებას, მაგრამ არ აძლევენ სამართლიან შეფასებას. როდესაც ხალხის ევროპულ მისწრაფებას იყენებენ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. როდესაც რეალური რეფორმები და შედეგები ზოგჯერ იჩრდილება პოლიტიკური კონიუნქტურით. ამაზე ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს და იმოქმედოს ღიად, ღირსეულად და პრინციპულად. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენც. ჩვენი პოზიცია მარტივია. საქართველოს ევროპისკენ მიდის არა მუხლმოდრეკილი, არამედ ღირსებით. ჩვენ გვინდა ევროპა, როგორც თანასწორი პარტნიორობის სივრცე და არა როგორც ბიუროკრატიული მითითებების სისტემა. სადაც პატარა ქვეყანას მხოლოდ დავალებების შემსრულებლად განიხილავენ. პრემიერ-მინისტრის ანგარიში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველოს აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. სწორედ ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ბირთვი. ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას. ჩვენ არ ვთხოვთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვაგრძელებთ სამართლებრივ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამასთანავე ამ ბრძოლას ვაწარმოებთ მშვიდობიანად, გონივრულად და რა თქმა უნდა სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მმართველი პარტიის წევრები თანხმდებიან, რომ პრემიერის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სწორ გზაზე დგას და გარეპოლიტიკური შანტაჟისა თუ რადიკალური ძალების დესტრუქციული მცდელობების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული კურსით ღირსებით აგრძელებს სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკური პროგრესის დაცვას. მადლობა ნინი, პირდაპირ ეთერში ნინი საუქოძე საუბრობდა. უცხოური გავლენების პროვინციის მიზნით შეერთებული შტატები ფარას კანონს ამკაცრებს. კანონპროექტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ უკვე მხარდაჭერილია, ცვლილებები კონგრესის ქვედა პალატასაც წარედგინება. კანონის გამკაცრება ვაშინგტონის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უცხოელი აგენტები რეგისტრაციის თავიდან არიდებას კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ახერხებდნენ. კანონმდებლობის დახვეწის შემდეგ კი დარეგისტრირებული აგენტები ლობისტურ საქმიანობას და ამერიკულ პოლიტიკაში ჩარევას ვეღარ შეძლებენ. უცხო სახელმწიფოების გავლენების აღკვეთის მიზნით შემშაობული კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სენატორი ჯინ რიშია, რომელიც საქართველოს ანალოგიური კანონის მიღების გამო მწვავედ აკრიტიკებდა. ვაშინგტონის გადაწყვეტილება ოფიციალური თბილისისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ შესაბამისი კანონმდებლობით გარეჩარავების პრევენცია და სუვერენიტეტის დაცვა მნიშვნელოვანია. სახელმწიფო გუნდის შეფასებით სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდნენ ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობას აპროტესტებდნენ. საუმე გობრონიძე გიამბობთ. ცივილიზებული სამყარო თანხმდება ერთზე, რომ სხვა სახელმწიფოების ჩარევის ან ცდელობის კონტროლი აუცილებელია. ამ მიმართულებით მორიგი ნაბიჯი შტატებშიც გადაიდგა. ვაშინგტონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს ამკაცრებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ფარას განახლებას, რადგან არსებული ვერსია მოძველებულია და თანამედროვე უცხოური გავლენის გამოწვევებს ვერ ფარავს. კანონის გამკაცრება ვაშინგტონის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უცხოელი
აგენტები რეგისტრაციის თავიდან არიდებას კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ახერხებდნენ. კანონმდებლობის დახვეწის შემდეგ კი დაურეგისტრირებელი აგენტები ლობისტურ საქმიანობას და ამერიკულ პოლიტიკაში ჩარევას ვეღარ შეძლებენ. წლების განმავლობაში ამერიკის მთავარმა მოწინააღმდეგეებმა ამერიკის შეერთებული შტატების ლობირების კანონმდებლობაში არსებული სისუსტეების საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად გამოიყენეს. ამერიკული პოლიტიკა არ უნდა ყალიბდებოდეს იმ სახელმწიფოების გავლენით, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაზიანებას ცდილობენ. როდესაც უცხოელი მოწინააღმდეგეები კონგრესზე გავლენის მოსახდენად სამართლებრივ ხარვეზებს იყენებენ, ისინი პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ამერიკულ დემოკრატიას. უცხო სახელმწიფოების გავლენების აღკვეთის მიზნით შემუშავებული კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სენატორი ჯიმ რიშია, რომელიც საქართველოს ანალოგიური კანონის მიღების გამო მწვავედ აკრიტიკებდა. შტატების მხრიდან უცხო ძალის გავლენების პრევენციისთვის გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ამ დრომდე დუმს ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ამავე ნაბიჯის გამო აკრიტიკებდა და ჯერ ქართულ გამჭვირვალობის კანონს, შემდეგ კი ამერიკული ფარას ანალოგს რუსულს უწოდებდა. ამ მოტივით უცხოელი პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო აქციებსაც ამ კამპანიის ქართველი მონაწილეები დღესაც ამტკიცებენ, რომ საქართველოში უცხოური ფულის გამჭვირვალობა ისევ რუსულია, თუმცა სხვა ყველა ქვეყანაში ამ მიმართულებით შემოღებული საკანონმდებლო რეგულაცია დემოკრატიის ნაწილი. განსხვავებული რეალობა, განსხვავებული სინამდვილეა, უბრალოდ რუსული პროპაგანდა ცდილობს ამ ყველაფრის ინსტრუმენტალიზაციას. ვაშინგტონის გადაწყვეტილება ოფიციალური თბილისისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ შესაბამისი კანონმდებლობებით გარე ჩარევების პრევენცია და სუვერენიტეტის დაცვა მნიშვნელოვანია. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდნენ ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობას აპროტესტებდნენ. არსებობს აგენტურა, აგენტები, რომლებიც არიან კონკრეტული გარე ძალების წარმომადგენლები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები და ყოველთვის მიდიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იმისთვის, რომ საზოგადოება მიცოდეს ვინ არის. რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტებს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმიტომ არის, რომ დღემდე არავის პასუხი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, აი ეს ცრუ კამპანია რაც იყო გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით. არავის პასუხი არ უთქვია და არ დაუბრუნებია, არგუმენტი არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ჯიმ რიში, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია ამ ყველაფრის, ასაბუთებს, რომ უცხო ქვეყნები ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აფინანსებენ და ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და ეს ჩვენ არ გვესწავლება, თუმცა მეორე მხრივ ეს ცვლილებები ალბათ აღმოფხრის იმ პრობლემასაც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან ურთიერთობაც რიგ შემთხვევაში განცხადებების დონეზე მაინც უარესდებოდა, იმიტომ რომ ლობირების შედეგად კონკრეტულ სენატორს თუ კონგრესმენს ჩვენი აგენტურა უხდიდა თანხას, რომ ეს არასწორი ინფორმაცია ევრცელებინა. გამახსენდა ამერიკის ყოფილი ელჩის განცხადებები, რომ ქართული სახელმწიფოს მცდელობა, რომ რაღაცნაირად დაეცვა ქართული პოლიტიკა მავნე უცხოური ჩარევებისგან, ამ მცდელობას მას უწოდა რუსული და იმ კანონს, რომელიც ჩვენ დავაინიციირეთ, უწოდა რუსული კანონი. ფარას გამკაცრებასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. პროცედურულად დოკუმენტის განხილვა კონგრესის ქვედა პალატაში დაიწყება. გლობალური გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტით ხორვატიაშია. მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის მე-19 ფორუმში მონაწილეობს, სადაც 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საგარეო საქმეთა მინისტრები გლობალურ უსაფრთხოებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო წესრიგზე იმსჯელებენ. დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე. ამასთან საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორ მხრივ შეხვედრებს მართავს. მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს თეკლა ბესტავიშვილი აშუქებს, რომელიც დუბროვნიკიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. თეკლა გისმენთ. დუბროვნიკის ფორუმზე მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის პარალელურად აქტიურად გრძელდება ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან გამართა. საუბარი შეეხებოდა შეხვედრაზე საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას, ასევე უკვე განხორციელებულ მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს. აღინიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში და რეფორმების
განხორციელებაში. გარდა ამისა, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა უზბეკ კოლეგასთან. ბუნებრივია, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მაკა ბოჭორიშვილმა დღეს ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გამართა ეუთოს გენერალურ მდივანთან. საუბარი შეეხებოდა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას და ასევე საქართველოს კანდიდატურას ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობისთვის. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა. კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად. დღეს ამ წელს ამ ფორუმის მთავარი განხილვის თემა არის რეგიონული თანამშრომლობები, მულტივექტორული დიპლომატია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვექნება საუბარი სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლზე რეგიონში, ფართო რეგიონში და მშირებადობის კონტექსტში და ზოგადად საერთაშორისო პარტნიორობების და თანამშრომლობების განვითარების კონტექსტში. ასევე კარგი შესაძლებლობა ჰქონდეს განხილვები კოლეგებთან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს, იცით რომ საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარის პოსტზე და ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა. დუბროვნიკის საერთაშორისო ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ფორუმი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. ფორუმს წელს განსაკუთრებული თარიღი აქვს, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად იზრდება ფორუმის მასშტაბები, მასში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები. როგორც უკვე გითხარით, ფორუმში მონაწილეობს მაკა ბოჭორიშვილი და ფორუმის ფარგლებში მართავს ორმხრივ შეხვედრებს. მაკა ბოჭორიშვილს აქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი, მისი შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. გარდა ამისა, ხვალ საგარეო უწყების ხელმძღვანელი ერთ-ერთ მთავარ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა. საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელახვა და შეურაცხყოფა დასჯადია. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ სასამართლოებში გაგზავნილი ჯამში 130-მდე ადმინისტრაციული საქმე. საჯარო შეურაცხყოფის ფაქტებზე დღეს თბილისისა და რაიონულმა სასამართლოებმა კანონდამრღვევად კიდევ 4 პირიცნეს და ფულადი ჯარიმა დააგისრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილი სამმართველოს მიზანი საჯარო სივრცეში აგრესიული რიტორიკის აღკვეთაა. დეტალებით ნანუ გაწითელაშვილი. სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ უკვე არაერთი კანონდარღვევის ფაქტია გამოვლენილი. საქმეები ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოებშია გადაგზავნილი. ბათუმის საქალაქო სასამართლო მანუჩარ ჯაბნიძე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ საჯაროდ მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტზე კანონდარღვევად ცნოდა 2000 ლარით დააჯარიმა. სხდომას ესწრებოდა ჯაბნიძეც, რომელმაც ჩადენილი ქმედება აღიარა. მან სოციალურ ქსელში მიაყენა შეურაცხყოფა ბატონ შალვა პაპუაშვილს, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, შემდგომში შედგა სამართალდარღვევის საქმე, რომელიც დღეს სასამართლომ განიხილა. შეაფასა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სასამართლომაც, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან 173-16 პრიმამფლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევად ცნო კიდევ ერთი პირი. შოთა მჟავანაძე ვატო გელაშვილის მიმართ სიძულვილის ენის საჯაროდ გამოყენების ფაქტზე 1000 ლარით დაჯარიმდა. კანონდარღვევის სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილ შეურაცხყოფელ კომენტარს ადასტურებს. მის პირად გვერდზე იყო განთავსებული პოსტი იყო საჯარო ხელმისაწვდომობის და კომენტარი დატოვა შეურაცხყოფელი ხასიათის, რაზედაც შესაბამისმა სამმართველომ მოახდინა რეაგირება. დღეს კი სასამართლოს დადგენილების საფუძველზე აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამღვევად, მას სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო არლი გოგელიამ, რომელმაც შეურაცხყოფა მერაბ დვალიშვილს მიაყენა. მის მიმართ გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. სხდომას ესწრებოდა თავად კანონდარღვევით. არლი გოგელია მის მიერ დაწერილი შეურაცხყოფელი კომენტარის ავთენტურობა დაადასტურა. დვალიშვილს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ვერ შევიკავე თავი. დღესვე ვიკა ბუკიას მიმართ საჯაროდ მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ზაქარია მარკოზაშვილის სამართალდარღვევად ცნოდა 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამართალდარღვევად იქნა ცნობილი და დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფელი კამპანიების წინააღმდეგ სახელმწიფოს რეაგირება აუცილებელი იყო. მათი თქმით, შესაბამისი სამმართველოს მუშაობა უკვე ეფექტიან შედეგებს აჩვენებს. ეს პროცესი კი საზოგადოებაში კომუნიკაციის ჯანსაღი სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღე ახალ-ახალი, ასე ვთქვათ, кейსები ემატება, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს სამსახური მუშაობს მაღალ კვალიფიციურ დონეზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში უნდა მეგუყვანოს, რომ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ ურთიერთობის და გამოხატვის ნორმალური ფორმები იყოს მიღებული. სწორედ ამ მძიმე სცენის აღმოსაფხვრელად ფუნქციონირება დაიწყო წარმატებით შესაბამისმა სამმართველომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც რა თქმა უნდა ადეკვატურ პასუხს სცემს ყველა ასეთ გამოწვევას. აქვე არის აღსანიშნავი და ხაზგასასმელი სასამართლოს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგანაც ამ პროცესში იკვეთება ის თუ სად არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ხელშეუხებელია ჩვენს სახელმწიფოში და სად არის შეურაცხყოფა. ეს იყო კარგად ორგანიზებული პროცესი და სწორედ ამის წინააღმდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ, ხელისუფლების მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა გქონდეს დისკუსია, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ ისე, რომ ერთმანეთს არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. დღესვე თელავის რაიონულ სასამართლოში იოსებ ჭურაძის მიერ თია წულუკიანის მიმართ საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა სხდომა 1 ივლისამდე გადაიდო. ამ დროისათვის სასამართლოებისთვის ჯამში 130-ზე მეტი საქმეა წარდგენილი. ყველა მათგანი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა. ინფრასტრუქტურის დაზიანების გახშირებული ფაქტები და გამკაცრებული მონიტორინგი თბილისის მერია ვანდალიზმის ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებს და გამოწვევასთან ბრძოლაში მოქალაქეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს. სავარაუდოდ სწორედ ვანდალიზმი გახდა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რეკრეაციულ სივრცეში მომხდარი ინციდენტის მიზეზი, რა დროსაც 14 წლის მოზარდი დაშავდა. დედაქალაქის მერის განცხადებით ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში კანონდამრღვევის შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. დამტრეული ატრაქციონები, დაზიანებული საპარკე ინფრასტრუქტურა და განადგურებული მწვანე სივრცეები ვანდალიზმი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მუნიციპალური საკუთრების მიზანმიმართულ დაზიანების ფაქტებში უმეტესად მოზარდები ფიგურირებენ. სავარაუდოდ სწორედ მათი გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად 22 ივნისს ლოტკინის დასახლებაში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში ატრაქციონი დაზიანდა, რის გამოც 14 წლის გოგონა დაშავდა. იგი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადის. მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტს გამოძიება სწავლობს. მერია დაშავებული მოზარდის ოჯახთან მუდმივ კავშირზეა. ჩვენს რასაკვირველია თანამშრომლობთ გამოძიებასთან. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ გოგონას სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს მისი მკურნალობა, იმყოფება საავადმყოფოში, დაკვირვებები და მისი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის საკითხი არის ახლა მნიშვნელოვანი. დანარჩენი გამოძიება დაადგენს და რასაკვირველია ცნობილი იქნება ყველაფერი. დედაქალაქის მერი გამოწვევასთან ბრძოლაში მოქალაქეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს. კახა კალაძის თქმით, მოზარდების მხრიდან ვანდალიზმის შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება და სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. მისი თქმით, 22 ივნისს ლოტკინის დასახლებაში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შესაბამისი პირების ბრალეულობას დაადგენს. დღე არ გავა, რომ არ მოხდეს ამ ტიპის ფაქტები, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდია. და ამაში მე ვფიქრობ, ყველას ჩართულობა აუცილებელი, რომ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ აუხსნათ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენად ცუდია ეს. რაც შეეხება მე ხა მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური ვიდეო მეტვალყურეობის სისტემას 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს. დაზიანებული ინვენტარის იდენტიფიცირება ხდება როგორც კამერების ჩანაწერების, ასევე მიმდინარე მონიტორინგისა და მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე. მერიის ინფორმაციით, ვანდალიზმის შედეგად ქალაქს ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობის ზიანი ადგება. ვანდალიზმის შედეგად მიღებული ზიანი წლის წრილში შეიძლება წარმოადგენდეს რამოდენიმე ასეულ 1000 ლარს და ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც აღნიშნე, დიდი რესურსი არის მიმართული. მუნიციპალური საკუთრების მიზანმიმართულად დაზიანების გამო მოქალაქეები ყოველდღიურად ჯარიმდებიან. სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შემთხვევაში კი საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
ეს იყო პოზიტივის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.